შალვა თადუმაძე, შოთა ქადაგიძე, ვასილ მშვენიერაძე, თამარ ალანია, თეო ლეონიძე და სერგო მეთოფიშვილი. სასამართლო კორპუსის ეს გავლენიანი წარმომადგენლები საჯარო სამსახურის ბიურომ დააჯარიმა. ამ სიუჟეტში მოგიყვებით, როგორი აგირებენ მოსამართლეები, როდესაც მათი ფინანსური დეკლარაციების შემოწმებას სახელმწიფო უწყებები გადაწყვეტენ. რამდენი ლარით დაჯარიმდით ქალბატონ თამარ? 1000 ლარით დავჯარიმდი. მაგრამ ბათვაც ნაცნობილი და არ გადამიხდიათ ხალხი. თამარ ალანია ერთ-ერთია იმ მოსამართლეებს შორის, რომელმაც ქონებრივი დეკლარაცია დარღვევებით შეავსო და საჯარო სამსახურის ბიურომ 1000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება ალანიამ გაასაჩივრა. მოსამართლე მას ჯარიმის გადახდა თავიდან ააცილა და საჯარო სამსახურის ბიუროს დარღვევების გასაჯაროება აუგზალა. ალანიასთან მიმართებაში რამდენიმე შეუსაბამობა გამოვლინდა. მათ შორის უძრავ ქონებასთან, შემოსავალ გასავალთან და სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული ხარვეზები. ამ ამბავში საინტერესო ისაა, რომ საჯარო სამსახურის ბიურომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მეორე ინსტანციაში გაასაჩივრა, სადაც ალანია მოსამართლის თანამდებობას იკავებს. ალანია იქაც გამართლდა. მე მოვიგე, იმიტომ კი არ მოვიგე, რომ მე ვარ დამოვიგე, არამედ იმიტომ, რომ არგუმენტირებული საჩელი შევიტანე და შესაბამისად არგუმენტები მქონდა საკმაოდ. აი მე კი არ დამიმალავს მე როდესაც მათ ასე ვთქვათ დაჯარიმების საკითხი გადაწყვეტეს. არამედ გამომრჩა ოფიციალურად ჩემთვის ჩარიცხული თანხა, რაც მე საექსპერტო მომსახურებისთვის მივიღე, დამავიწყდა უბრალოდ მისი შეტანა. იმ სასამართლოს წარმოადგენთ, რომელს მიმართაც საზოგადოების დიდ ნაწილს ნდობა არ აქვს და მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ითვლებით ერთ-ერთ ლიდერად ამ სასამართლო სისტემაში, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა შესაძლოა ჩაითვალოს იმათ, რომ თქვენ სარგებლობთ გარკვეული პრივილეგიებით. აბსურდია ეს, იმიტომ რომ მე არანაირი პრივილეგიით ამ შემთხვევაში არ მიშემძღვანელია და ვერცლი ხელმძღვანელი და არც გამაჩნია არანაირი პრივილეგია. საჯარო სამსახურის მიერ დაჯარიმებული ვიქენი ნამდვილად ოდენობა არ მახსოვს. თამარ ალანია მარტო არაა. დაჯარიმებულებს შორისაა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ახლა დანიშნული და ბოლნისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თეა ლეონიძე. მას ჯარიმის სახით 920 ლარის გადახდა დააკისრეს. უძრავ ქონებასთან საშემოსავლო და ხელშეკრულებების ნაწილთან დაკავშირებული დარღვევების გამო. თამარ ალანიას მსგავსად მანაც საჯარო სამსახურის ბიუროს უჩივლა. ესეთი პროცედურული დარღვევა იყო, რომ მსგავს საკითხზე, რა თქმა უნდა, მიღებული იქნა ის გადაწყვეტილება, რომ ბათილად იქნა საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ გამოცემული განკარგულება. და როგორც ცნობილია, თქვენ თანხა არ გადაგიხდიათ, ხო, ბათილად იქნა ცნობილი და შესაბამისად არ არსებობდა თანხის დაკისრების საფუძველი. რატომ გადაწყვეტეთ სარჩელი შეტანა იმ სასამართლოში, რომლის წარმომადგენლის თქვენ ბრძანდებით? პირველ რიგში არ მგონია, რომ მოსამართლეს ეზღუდებოდეს სარჩელით მიმართოს სასამართლოს ადამიანები ვართ, ამ საზოგადოების წევრები ვართ, შესაბამისად ყოველთვის დგება მომენტი, როდესაც შეიძლება არსებობდეს საჭიროება, რომ მიმართოს სასამართლო. 1320 ლარი დაჯარიმდა ყოფილი გენერალური პროკურორი და ახლა უკვე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეც. შალვა თადუმაძეს დეკლარაციაში ყველაზე მეტი უზუსტობა აღმოუჩინეს. სხვა ხარვეზებთან ერთად თადუმაძეს თანამდებობრივ შეუთავსებლობასთან დაკავშირებული შეუსაბამობები უფიქსირდებოდა. პარალელურად ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას, რაც კანონით საჯარო მოხელეს ეკრძალება. სხვების მსგავსად საქალაქო სასამართლომ თადუმაძეს არჩელი დააკმაყოფილა და საჯარო სამსახურის ბიუროს მისი დეკლარაციის მონიტორინგის შედეგების გამოქვეყნება შეუზღუდა. სასამართლოს გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ, რომ ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებით შესაძლოა თადუმაძეს რეპუტაციული ზიანი მიდგომოდა. შალვა თადუმაძის, თეო ლეონიძის და თამარ ალანიას საქმეებს სხვადასხვა მოსამართლე განიხილავდა. თუმცა გავარკვიეთ, რომ სამივე საქმეში მოსამართლეები გადაწყვეტილებებს ერთი და იგივე არგუმენტებით ხსნიან. ისე რომ აბზაცებშიც კი არ არის განსხვავება. ჩნდება ეჭვი, რომ გადაწყვეტილებები გადაწერილია და საქმის განხილველი მოსამართლეები მოსარჩელე მოსამართლეებთან ერთად შეთანხმებულად მოქმედებდნენ. თქვენთან ერთად დაჯარიმდა შალვა თადუმაძე, მისი მოსამართლე არის მერი გულვაშვილი, თქვენი მოსამართლე, როგორც წეგანდა გვიდასტურეთ, იყო თამარ ოქროპირიძე. გადაწყვეტილება, რომელიც თამარ ოქროპირიძემ გამოიტანა და გადაწყვეტილება, რომელიც შალვა თადუმაძის საქმეზე გამოიტანა მერი გულვაშვილმა, თითქმის იდენტურია. წერტილი და მძიმეც არ არის შეცვლილი. თქვენ ეს გადაწყვეტილება ნახეთ. ნამდვილად ვერ გიპასუხებთ, ამაზე მე ჩემი გადაწყვეტილება ვნახე. ხო, იდენტური ტექსტია. დაკავშირებით ნამდვილად ვერ გავაკეთებ ამაზე მე განმარტებას. ნამდვილად ვერ გავაკეთებ. მადლობა და ნახვამდის.
შალვა თადუმაძის, თამარ ალანიას და თეო ლეონიძის საქმეებზე გადაწყვეტილება უკვე გამოტანილია. ამ მოსამართლეების გარდა დეკლარაციის შემოწმება სერგო მეთოფიშვილმა და ვასილ მშვენიერაძემ გაასაჩივრეს. სარჩელი მათ ერთსა და იმავე დღეს შეიტანეს 2019 წლის 2 ოქტომბერს. საქმეების განხილვა დღემდე არ დაწყებულა. დაჯარიმებულ მოსამართლეებთან დაკავშირება არაერთხელ ვცადეთ, თუმცა მათ სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. წარდგენილი სარჩელის გამო მეთოფიშვილის და მშვენიერაძის დეკლარაციების მონიტორინგი შეჩერდა. შესაბამისად შედეგებიც არ არსებობს, რომელიც საჯარო სამსახურის ბიუროს ანგარიში ასახვის ვალდებულებას წარმოადგენს. იმ პერიოდში, როცა ბატონი მეთოფიშვილი ამას ასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოში, თავადვე ხვდება მალევე იმავე კოლეგიის თავმჯდომარე, ხელმძღვანელი ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის, სადაც ეს საქმე განიხილება. ანალოგიურად იქცევენ სხვა მოსამართლეებიც, ხო, ვინ არიან ეს მოსამართლეები, როცა ამ სიას გადავხედეთ, ჩვენ თვითონ და აღმოვაჩინეთ, როცა მუშაობდით ამ საკითხზე, ეს არის თქვათ მოსამართლე თადუმაძე, რომელიც მაშინ ჯერ კიდე გენერალური პროკურორია და რომელსაც შევსებული აქვს სპეციალური აპლიკაცია, სადაც წერია, რომ მას დავა საკუთარი ინტერესების დასაცავად სასამართლოში არ ქონია. ეს შეავსო მაისში, მაგრამ ამავდროულად უკვე მასში, როცა მას უკვე პარლამენტში უსმენენ, მას დავა რეალურად დააქვს სახელმწიფო უწყებასთან სასამართლოში. რამდენიმე ადამიანი მიმართავს უკვე სასამართლოს, იმ სასამართლოს, სადაც თვითონ მუშაობენ და ამისთვის ასე ვთქვათ, იბრძვიან, რომ თითქოს თავის სიმართლე დაამტკიცონ, ალბათ რაღაც ეჭვები რომ ჩდება, ეს არის ბუნებრივი. საჯარო სამსახურის ბიურომ ასევე დააჯარიმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი შოთა ქადაგიძე. ქადაგიძემ საჯარო სამსახურის ბიუროს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა და სასამართლოსაც მიმართა. საქმის განხილვა დღემდე მიმდინარეობს. იმის გამო, რომ პროცესი არ დასრულებულა, საჯარო სამსახურის ბიურო მისი 2019 წლის დეკლარაცია ანგარიში ვერ ასახა. ახლა შეიძლება მე რო თქვენი ოპონენტი ვიყო, თქვა რომ კაცო მოსამართლე სხვა ადამიანია, მასაც ხომ შეიძლება დაეგვეს უფლება და იჩივლოს სასამართლოში. მაგრამ ეს რო ყოფილიყო რაღაც ერთი კონკრეტული ფაქტი ამოვარდნილი, ვიტყოდით რომ ხო ეს საგამონაკლისოა, მაგრამ როგორც ხვდებით ეს არიან ადამიანები, რომელსაც მჭიდრო ურთიერთობა აქვთ ერთმანეთში, ერთგვარად მოითათბირეს ან გაცვალეს ინფორმაცია, ამის თავშეშლება გვექნება და დაგეგმილად დაიწყეს ამ ტიპის სამართალწარმოებები. სასამართლომ სწორედ მათში შექმნა საუკეთესო პრეცედენტები, საქმეები განიხილა ძალიან სწრაფ ტემპში, ესე ვთქვათ, იმ საქმეებთან ერთად რომელიც დასრულებულია და მიიღო გადაწყვეტილება, რომელთაც რეალურად მოსამართლეების სირცხვილი არიდა. ესე შეგვიძლია ვთქვათ ეს. თუ სასამართლოში არის ეს კლანი, ამ ეს პირთა ჯგუფი, რა ინტერესი უნდა ამოძრავებდეს მათ? ამოძრავებთ პოლიტიკური ინტერესი, ფინანსური ინტერესი, კორუფციული ინტერესი, რა ინტერესი? ეს კითხვა სახელმწიფო მდივანმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის დროს დასვა. როგორც ჩანს, ის კარგად არის ინფორმირებული იმ გავლენიან ჯგუფზე, რომელიც სასამართლო სისტემას მართავს. ჩვენ ვესაუბრეთ მას, რომ სისტემა არის ჩაკეტილი, ყველა ადმინისტრაციული პოზიცია არის ამ კლანის ხელში, ყველა ინსტანციის სასამართლოს ისინი აკონტროლებენ, შესაბამისად მათ აქვს შესაძლებლობა ზეგავლენა მოახდინონ ინდივიდუალურ საქმეებზე. ვიზიტის დროს სახელმწიფო მდივანი სოციალურ ქსელ ტვიტერში დროდადრო შეხვედრის ამსახველ ფოტომასალას ავრცელებდა. გამონაკლისი იყო აუდიენცია არასამთავრობო ორგანიზაციებთან. როდესაც შეხვედრის ამსახველი ფოტოების გასაჯაროების შემდეგ რამდენიმე წუთში სახელმწიფო მდივანმა დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კერძო ინვესტიციები დამოკიდებულია სტაბილურ დამოუკიდებელ სასამართლო სისტემაზე. პომპეო წერს, რომ უფრო მეტია სამუშაო. ვერავით არ იმტკიცებულება ვერ მოიყვანა იმასთან დაკავშირებით, რომ იქ არის ან კორუფციის გამოვლინება, ან რაიმე სხვა უხეში ხარვეზები სასამართლო სისტემაში. ერთადერთი რაც პირზე აგერიათ, ეს არის კლანი, თუმცა როცა ჩაუღრმავდებიან უკვე სასამართლოში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის სასამართლო საქმეებს, იქ უკვე არანაირი მტკიცებულება მათ არ აქვს. თუ ირაკლი კობახიძეს უნდა მტკიცებულებები კლანის არსებობის შესახებ, ხელის გულზე უდევს მთავარი მტკიცებულებები. ეს არის მიხეილ ჩინჩალაძე და მისი გუნდი, რომელიც იყო წინა ხელისუფლების დავალებების შემსრულებელი და არის ამ ხელისუფლების დავალების შემსრულებელი. არასამთავრობო ორგანიზაციებმა მაიკ პომპეოს უთხრეს, რომ სასამართლოში დემოკრატიული რეფორმები ჩავარდა და საქართველოში მოსამართლეების უვადო დანიშვნა, უვადო მორჩილების გარანტია გახდა. მესამე სექტორის მხრიდან სახელმწიფო მდივანმა გაიგო, როგორ ირგებენ სასამართლოში კანონებს გავლენიანი ჯგუფები და როგორ იღებენ მორჩილი მოსამართლეები იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც მართლს სურს.
პოლიტიკური ნება არსებობს, რომ კლანს ხარს უჭერს ხელისუფლება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია კლანისთვის. ამით აზრდავს ფაქტიურად. მეორე ის, რომ კანონები მიიღება, სადაც ნაწილი დებულებების რაღაცა კარგია, მაგრამ ძირითადად ხდება ისეთი მუხლები, რომელიც კლანისთვის არის მორგრებული. ის, რომ სისტემა ჩაიკეტა, კლანს თუ არ მოწონხარ, სისტემაში ვერ შედიხარ. ძალიან დიდი ამბავია ეს, ესეც უთხარით. ყველაფერს კლანი აკონტროლებს, არ არის არანაირი არჩი და არც გარე ანგარიშ ვალდებულების მექანიზმები, არავის წინაშე პასუხისმგებლები არ არიან. ესეც ამაზეც ვისაუბრეთ. ამერიკის შეერთებული შტატები მაინც ყველაფერს აკეთებს, რათა ჩვენ დამოუკიდებელი მართლმსაჯულება გქონდეს. ბოლო წლების განმავლობაში ამერიკამ სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისთვის დაახლოებით 42 მილიონი ამერიკული დოლარი დახარჯა. ამის მიუხედავად დღეს პოლიტიკურ და ექსპერტ უწყროებში სასამართლო ხელისუფლებასთან გარიგებულად მიიჩნევა. ეს კონკრეტული საქმეებითაც დასტურდება. British American Tobacco, რომელიც პირდაპირ უკვე ამერიკული ინტერესია. მოსამართლე, რომელიც ამ საქმეზე გადაწყვეტილებას იღებდა კაკაბაძე, დღეს ყავს უზენაეს სასამართლოში. ცხადია, მოკლედ, ძალიან ბევრი საქმიდან იკვეთება, სადაც კი სახელმწიფოს ბიძინა ივანიშვილის ქართულ ოცნებას ოდნავი ინტერესი მაინც კი უჩნდება, როგორ იცვლება მთელი მართლმსაჯულების ფუნდამენტი და ერგება დაკვეთას, რაც მოდის ხელისუფლებიდან. ოცნებამ 2015-მდე საერთოდ საკანონმდებლო ინიციატივა არ ქონია. მაშინ როცა ჩვენ აქტიურად მოუწოდებდით, რომ შექმენით კრიტერიუმები, დააკომპლექტეთ საბჭო სხვანაირად, რეაქცია არ იყო ამ ყველაფერზე. აი შემდგომ უკვე როდესაც ერთგვარი შეხვედრა შედგა ბატონი ბიძინა ივანიშვილის და მურუსიძეს შორის, ამის შემდგომ უკვე იწყება ეს ფორმალისტური მიდგომა. ძალიან შევეცადეთ ჩვენ, რომ აი ეს ბერკეტი თითქოს ფორმალობაში შეფუთული უსამართლობა და კარგად დაგვენახებინა. იმ დღეს, როდესაც მაიკ პომპეო საქართველოს ტოვებდა და ოფიციალური ვიზიტით ისრაელში მიემგზავრებოდა, საქართველოში კლანი გაფართოვდა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 36 ახალი მოსამართლე დანიშნა. მათ შორისაა კობა ჩაგუნავა, რომლის კარიერული წინსვლა სავარაუდოდ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის რევაზ ნადარაიას დამსახურებაა. კობა ჩაგუნავა ნადარაიას თანასოფლელია, მაგრამ ამ შემთხვევაში საინტერესო ისაა, რომ როდესაც ნადარაია ფოთის საქალაქო სასამართლოში მუშაობდა, კობა ჩაგუნავაც ამავე სასამართლოს მენეჯერი იყო. როდესაც ნადარაია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დაინიშნა, კობა ჩაგუნავაც ამავე წელს ამავე სასამართლოში გადმოვიდა. ხოლო როდესაც ნადარაია გახდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე, კობა ჩაგუნავამაც ამავე სასამართლოში, ამავე პალატაში დაიწყო კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობა. კობა ჩაგუნავას დაც, სოფიკო ჩაგუნავა სასამართლო სისტემაში მუშაობს. ის ქუთაისის საქალაქო სასამართლოში კანცელარიის სპეციალისტია 2015 წლიდან. იქამდე მას მხოლოდ ინგლისური ენის პედაგოგად მუშაობის გამოცდილება ჰქონდა და სასამართლოში არასოდეს უმუშავია. მოსამართლეობა ძალიან მაღალი სტატუსი და თანამდებობაა. მან უნდა გადაწყვიტოს სხვა ადამიანების ბედი. ანუ მას მორალური უფლებაც უნდა ჰქონდეს, რომ სხვა ადამიანების ბედი გადაწყვეტოს და ჰქონდეს მაღალი პროფესიონალიზმი. ადამიანებს, რომლებსაც აქვს ძალიან მცირე გამოცდილება პროფესიული თვალსაზრისით, არ ჩანს, რომ ოდესმე რამისთვის უბრძოლიან, არ ჩანს, რომ ოდესმე რაიმე შეწინააღმდეგებიან, რაღაცისთვის ხმა მოუღიათ, ეს არ ჩანს მათი საქმიანობიდან. ჩვენ რა თქმა უნდა, იმის გარანტია არ გვაქვს, რომ ისინი იქნებიან სიმართლის დამცველები სასამართლო სისტემაში და ისინი წინააღმდეგებიან დაუშვათ ეგრეთ წოდებული კლანის ინტერესებს, მაშინ როდესაც საქმე მიდგება მნიშვნელოვან საქმეებზე და გადაწყვეტილებებზე. მათი გამოცდილება პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ისინი არიან უბრალოდ მოხელეები, რომლებიც კლანის, ასე ვთქვათ, მხარდაჭერით გახდნენ მოსამართლეები. არ დანიშნულა ისეთი მოსამართლე, როგორც არის მაგალითად გიორგი დარახველიძე. ადამიანი, რომელმაც არაერთ პოლიტიკურ საქმეზე უარი უთხრა ბრალდების მხარის შუამდგომლობას. აი ამ მოსამართლის არ დანიშნა იყო ძალიან მკაცრი და მკაფიო მესიჯი საზოგადოებისათვის, რომ სასამართლო სისტემას არ ჭირდება ბრჭყალებში ურჩი მოსამართლეები, რომლებიც არ დაემორჩილებიან მათ საერთო გადაწყვეტილებებს. ამ სიუჟეტში კლანის არათუ არსებობის, არამედ მათი წარმომადგენლების კონკრეტული მოქმედებების შესახებ მოგიყევით. ქართული ოცნება კლანის არსებობას კატეგორიულად უარყოფს. თუმცა ის, რომ ხელისუფლება კლანთან ერთად შეთანხმებულად მოქმედებს და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიიღება, ამის დამადასტურებელი ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება. თუ კობახიძის ამ განცხადების მიხედვით ვიმსჯელებთ, რთული გამოსაცნობი არაა, რომ კობახიძის კომენტარი პირდაპირ არაფორმალური მმართველის პოზიციაზე მიანიშნებს. ნიშნავს იმას, რომ შეიცვალა სისტემა შემადგენლობის ცვლილების გარეშე და ადამიანი, რომელიც ცუდ რაღაცას ჩადიოდა, ცუდი ადამიანი და კარგი ადამიანი ცოტაა, ხო? ანუ არის ადამიანი, რომელიც ცუდ რაღაცას ჩადის და კარგ რაღაცას ჩადის. ადამიანები, რომლებიც მასობრივად ჩადიოდნენ ცუდ რაღაცებს, ეხლა ჩადიან კარგ რაღაცებს.